მოგესალმებით, გამოქვეყნებული იქნა საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტის მიერ 2023 წლის იანვარი-ოქტომბრის მონაცემები საქართველოს მიერ ვაჭრობასთან დაკავშირებით. ამ მონაცემების მიხედვით საქართველოს ექსპორტმა ამ პერიოდზე შეადგინა 5.1 მილიარდი აშშ დოლარი და პირველი სამეული იმ ქვეყნებისა, რომელიც ლიდერობენ საქართველოსთან გატანილი ექსპორტის სტატისტიკაში, პირველ ადგილზე არის რუსეთი, მეორე ადგილზეა თურქეთი და მესამე ადგილზეა ჩინეთი. მხოლოდ რუსეთს მთელი ქართული ექსპორტის უკვე 20% მიაქვს და რუსეთზე მოდის საქართველოსთან გატანილი პროდუქციის 20%. აგრეთვე სავალალო რიცხვი არის პირდაპირი ექსპორტის რიცხვი, ანუ ის ექსპორტის, რომელიც არ მოიცავს რეექსპორტს და გადაყიდვას, პირდაპირი ექსპორტის მაჩვენებელი დაეცა 46%-ზე, ანუ ნახევარზე ნაკლები საქართველოსთან ექსპორტირებადი პროდუქტებისა არის ქართული, დანარჩენი არის გადაყიდული პროდუქტები. სავალალო ტენდენციაა, რომ რუსეთი არის პირველ ადგილზე და ჩინეთი მესამე ადგილზე. ეს ნიშნავს, რომ რუსეთის მსახურებაში მყოფი ხელისუფლება, ქართული ოცნება ახერხებს ამ ქვეყნის ეკონომიკის სრულად ჩამოკიდებას რუსეთის ფედერაციაზე. გარდა იმისა, რომ საქართველოსია ფაქტიურად სრულად ვართ დამოკიდებული რუსეთიდან ხორბლის ფქვილის და საწვავის შემოტანაზე, ანუ პირველადი მოხმარების ყველაზე მნიშვნელოვან პროდუქტებზე, აგრეთვე მთელი ქართველი ექსპორტიორები დღეს დამოკიდებული ხდებიან რუსეთის ბაზარზე. ეს ნიშნავს, რომ თუ განმეორდა მაგალითად ისეთი ფაქტი, როგორც მოხდა 2006 წელს, როდესაც რუსეთმა საქართველოს ეკონომიკური ბლოკადა გამოუცხადა, ერთ კვირაში ამ ქვეყანაში არ იქნება საწვავი და არ იქნება პური და რამოდენიმე დღეში 20% ჩვენი ვაჭრობისა შემცირდება ერთი ხელის მოსმით რუსეთის ფედერაციასთან. ეს არის კატასტროფული ტენდენცია, რაც ამ ქვეყანას, მის მოქალაქეებს და ჩვენს ეკონომიკას და თითოეულ თქვენთაგანის კეთილდღეობას მთლიანად აკავშირებს პუტინის რეჟიმთან და პუტინის გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული მომავალში ამ ქვეყნის ეკონომიკური განვითარება. ერთნიშნა იქნება, ორნიშნა თუ სამნიშნა და ამით ვერცერთი სახელმწიფო თანამდებობის პირი მომავალში ვეღარ გაბედავს კეკეჩობას. მთლიანად პუტინი და რუსეთის ეკონომიკის სამინისტრო გადაწყვეტავს ამ ქვეყანაში რამხელა უნდა იყოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი. გარდა ამისა, ლელოს მიგვაჩნია, რომ მნიშვნელოვანია ჩვენ თანამოქალაქეებს გითხრათ თუ რა უნდა გაკეთებულიყო ამ დროს და რას გააკეთებს ლელო, როდესაც ხელისუფლებაში მოვა. იგივე სტატისტიკა აჩვენებს, რომ მაშინ როდესაც რუსეთი პირველ ადგილზე გადის ვაჭრობით, ევროკავშირი ყველა ქვეყანასთან ვაჭრობა გარდა ესპანეთისა უკან იხევს. აბსოლუტურად ყველა ქვეყანასთან ესპანეთის გამოკლებით ვაჭრობის ბალანსმა იკლო. არა და ეს პირიქით უნდა მოხდარიყო. იმ პირობებში, როდესაც უკრაინაში კონფლიქტია, შუადერეფნის ფუნქციას ასრულებს საქართველოს და ეს შუადერეფნის ფუნქცია შეგვეძლო გამოუეყენებინა იმ შემთხვევაში, როდესაც ანაკლიის პორტი იქნებოდა და რომ მიეშვათ კონსორციუმი ბოლომდე დღეს ანაკლიის პორტი იქნებოდა ოპერირების მდგომარეობაში და ევროპასთან ვაჭრობა იქნებოდა გაზრდილი 4-ჯერ ან 5-ჯერ, იმიტომ რომ რეალურ ფუნქციას შეასრულებდა შუადერეფნი საქართველოს. გზები უნდა დასრულდეს სასწრაფოდ, რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი უნდა დაიწყოს და საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო უბრალოდ უნდა იმუშაოს იმაზე, რომ ბაზრების დივერსიფიცირება მოიხდე.